I think if თუ ახლა რუსეთის პარტნიორი ხართ და პრობლემაში აღმოჩნდებით, უმეტეს შემთხვევაში შეგიძლიათ მოსკოვისგან მხარდამჭერის სიტყვების იმედი გქონდეთ, მაგრამ მეტი არაფრის. Mr. Pfeiffer, first of all, thank you so much for your time. ელჩო პაიფერ, როგორ აღიქვამთ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე შეერთებული შტატების ოპერაციაზე რუსეთის რეაქციას? მოსკოვმა შეერთებული შტატების ქმედებები დაგმო. რუსეთმა და ირანმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი გასულ წელს მოაწერეს. რა მოლოდინები გქონდათ ამ პარტნიორობის გათვალისწინებით? With Iran. yes, well, the Russian reaction to the American and Israeli ამერიკისა და ისრაელის მიერ ამჟამად განხორციელებულ დარტყმებზე რუსეთის რეაქცია ძალიან ჰგავს რეაქციას, რომელიც მათ 2025 წლის ივნისში ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ ამერიკის დარტყმებზე ჰქონდათ. ასევე ეს ძალიან ჰგავს რეაქციას, რომელიც მათ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს დაკავებაზე ჰქონდათ. რუსეთი გამოხატავს სოლიდარობას. გმობს შეერთებულ შტატებს, მაგრამ პრაქტიკულად არაფერს არ აკეთებს. რასაც ხედავთ ისაა, რომ რუსეთი უკრაინაში მასშტაბური შეჭრის შემდეგ 4 წელზე მეტია ჩიხშია. არ აქვს სურვილი და რა თქმა უნდა შეზღუდული შესაძლებლობები აქვს იმისთვის, რომ საკუთარი ძალის დემონსტრირება მოახდინოს. on their borders. You already mentioned Venezuela. თქვენ ვენესუელა ახსენეთ. მიმდინარე წლის დასაწყისში ვიხილეთ შეერთებული შტატების ოპერაცია ვენესუელაში. ახლა დარტყმები ირანზე. რას მიანიშნებს ეს მოვლენები რუსეთის გლობალური პარტნიორობის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ? Today. Well, I think თუ ახლა რუსეთის პარტნიორი ხართ და პრობლემაში აღმოჩნდებით, უმეტეს შემთხვევაში შეგიძლიათ მოსკოვისგან მხარდამჭერის სიტყვების იმედი გქონდეთ, მაგრამ მეტი არაფრის. Iran has been ირანი უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი იყო. რუსული ძალები ირანის შაჰედის ტიპის დრონებს ფართოდ იყენებდნენ. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ირანში მიმდინარე მოვლენებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საომარ ძალისხმევებზე? yeah, I think that there are probably 3 implications. ვფიქრობ, ამას გავლენა შესაძლოა 3 მიმართულებით ჰქონდეს. პირველი, რა თქმა უნდა, ახლა დიდი ყურადღება ეთმობა ახლო აღმოსავლეთს, განსაკუთრებით ვაშინგტონში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა რუსეთ-უკრაინის ომს. მეორე მიმართულება ისაა, რომ ნავთობზე ფასები გაიზარდა. ამას რუსეთში მიესალმებოდნენ, რადგან დეკემბერსა და იანვარში რუსეთის შემოსავლები ისტორიულად დაბალ ნიშნულზე იყო. და მესამე, უკრაინას განსაკუთრებით რუსულ ბალისტიკურ რაკეტებთან გასამკლავებლად ისეთი ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება, რომელზეც ახლა სპარსეთის ყურის რეგიონში დიდი მოთხოვნაა. ასე რომ ვფიქრობ, არსებობს ამ მოვლენების გარკვეული ეფექტი, რამაც უახლოეს მომავალში უკრაინისთვის საქმე შესაძლოა ცოტათი გაართულოს. Side in the near term. you did თქვენ არ გიხსენებიათ მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ მოვლენებს შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულ დიპლომატიურ დინამიკაზე? Well, again, since I think the peace talks სინამდვილეში ამერიკის მხრიდან ადამიანი, ვინც ამ საკითხს წყვეტს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპია და რამდენადაც მისი ყურადღება სპარსეთის ყურესა და ირანზეა ორიენტირებული, იმდენად ნაკლებ ყურადღებას უთმობს რუსეთსა და უკრაინას. თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით არ ვარ დარწმუნებული, რომ ამას დიდი გავლენა აქვს. არ ვფიქრობ, რომ ამერიკელების შუამავლობით წარმოებული მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან ნამდვილად გვაახლოვებს. ვფიქრობ, ამის მიზეზი ისაა, რომ დონალდ ტრამპმა ვერ შეძლო თავისი დიპლომატია ურჩ მხარეზე ზეწოლით გამოეყენებინა. ბოლო წლის განმავლობაში თქვენ ხედავთ მნიშვნელოვან მინიშნებებს უკრაინისგან, რომ ისინი მზად არიან იყვნენ მოქნილები და მიიღონ ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილებები. რუსეთის მიერ უკრაინის ზოგიერთი ტერიტორიის დე-ფაქტო ოკუპაციის აღიარებასთან დაკავშირებითაც კი. რუსეთის მხრიდან კი არანაირი საპასუხო ნაბიჯი არ გვინახავს, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავ თვლის, რომ თავისი მიზნების ბრძოლის ველზე მიღწევა კვლავ შეუძლია. მათ სურთ შექმნან შტაბ-შტლება, რომ თითქოს მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა ბატონი ტრამპი დაარწმუნონ და რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას ხელი შეუშალონ. მაგრამ რეალობა ისაა, რომ თუ ბატონი ტრამპი უფრო მკაცრ პოზიციას არ დაიკავებს და მოსკოვზე უფრო მეტ ზეწოლას არ მოახდენს. ვფიქრობ, მოლაპარაკებების მცდელობა ჩაიშლება და ეს ბატონი ტრამპის მარცხი იქნება. Mr. Trump's failure. Ambassador, you mentioned that the United აღნიშნეთ, რომ შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები ირანთან კონფლიქტში ზოგიერთ ისეთ საჰაერო თავდაცვის სისტემებს იყენებენ, რომლებსაც უკრაინა ეყრდნობა. რას ნიშნავს ეს უკრაინისთვის მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში, როცა რუსეთისგან თავის დაცვას განაგრძობს? help against Russia? Well, I think perhaps the most critical need that Ukraine has. უკრაინას ალბათ ყველაზე მეტად ახლა პატრიოტის გზაგადამჭრელი რაკეტები სჭირდება, რუსულ ბალისტიკურ რაკეტებთან განსამკლავებლად.
ახლა სპარსეთის ყურის რეგიონში როგორც ამერიკულ ძალებს, ასევე ახლო აღმოსავლეთში მისი პარტნიორების მხრიდან ამ რაკეტებზე მოთხოვნა იზრდება. ამიტომ ვფიქრობ, ამან შესაძლოა უკრაინისთვის პატრიოტის რაკეტების მიღება გაართულოს. აღსანიშნავია, რომ უკრაინელებს ნამდვილად აქვთ ერთი უპირატესობა, რაც შეუძლიათ შეერთებულ შტატებსა და მის პარტნიორებს შესთავაზონ. მათ ირანულ შაჰედის დრონებთან გამკლავების ექსპერტიზა გამოიმუშავეს. ვფიქრობ, მათ შეიმუშავეს გაცილებით უფრო ეკონომიური მეთოდები, ვიდრე ის, რასაც ახლა სპარსეთის ყურეში გამოიყენებენ. რა შეგიძლიათ გითხრათ გავლენაზე, რაც ამოვლენებს სამხრეთ კავკასიაში ირანის სამეზობლოზე შეიძლება ჰქონდეს? The only thing is, I think with this more, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ირანული დრონით აზერბაიჯანში სამიზნეებზე დარტყმები განხორციელდა. როგორც ჩანს, მეზობელ სახელმწიფოებზე თავდასხმა ირანის სტრატეგიის ნაწილია, რათა ისინი ომში ჩაითრიოს. ვარაუდობ, ისინი ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება მათთვის მომგებიანი იყოს. დარწმუნებული არ ვარ, რომ მათ ამ ლოგიკას ხვდები, რადგან ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტ მეზობელს ესხმის თავს ირანი, მით უფრო დიდია რისკი, რომ არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან, არამედ მის მეზობლებთანაც ბრძოლა მოუწიოს. neighbors. Let me ask you about China. რაც შეეხება ჩინეთს, პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ სი ძინპინის დაგეგმილი შესაძლო შეხვედრის წინ და ზოგადად ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებში ეს მოვლენები რა კონტექსტს ქმნის? And the context of that meeting. Well, I think what you're seeing right now is ვფიქრობ, ახლა ხედავთ, რომ ჩინეთი, ისევე როგორც რუსეთი, ირანის მიმართ გარკვეულ სიტყვიერ მხარდაჭერას, ამერიკის სამხედრო მოქმედებების შესახებ კი გარკვეულ კრიტიკას გამოხატავს, მაგრამ სინამდვილეში ჩინეთი არაფერს აკეთებს. ამოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი რამ არის, რაც ჩინეთს აშფოთებს. სპარსეთის ყურეში მოპოვებული ნავთობის დაახლოებით 40% ჩინეთზე მოდის. ვფიქრობ, ჩინელებს აშფოთებთ, რომ თუ ირანი მოახერხებს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას, ან ტანკერების მნიშვნელოვანი რაოდენობის სამიზნეებში ამოღებას, გარკვეულ მომენტში ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩინეთის ენერგეტიკულ მდგომარეობაზე. Well, Amazon, this is my very last. სიტუაციის უფრო ფართო კონტექსტში განხილვისას, როგორ შეიძლება შეცვალოს ირანის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ფართო გეოპოლიტიკური ლანდშაფტი? Landscape. I think it's very difficult to tell at this point. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ამის თქმა ძალიან რთულია. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელისა და ირანის ომი. დაბნელობას ნაწილობრივ ისიც ქმნის, რომ არ მგონია ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას განსაზღვრული ჰქონდეს თავისი მკაფიო მიზანი. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა მიზნის შესახებ მოვისმინეთ. მათ შორისაა ირანის ბირთვული პროგრამის დასრულება. თქვენ იცით, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა უკვე განადგურებული იყო. ჩვენ ასევე ვნახეთ, როგორ საუბრობდნენ ისინი ირანის ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებულ შეშფოთებებზე და იმაზე, რომ ირანს შესაძლოა ჰქონდეს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, ან შესაძლოა მისი შემუშავების პროცესში იყოს. მე არ მინახავს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ირანი ახლოსაა ისეთი რაკეტის შემუშავებასთან, რომელსაც შეერთებულ შტატებამდე მოღწევა შეუძლია. ასევე იყო გარკვეული საუბრები და შეხედეთ ირანელი ლიდერების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას, რომ საქმე რეჟიმის შეცვლას ეხება. კონკრეტული მიზანი, რომელიც ამ ომში ამერიკის მონაწილეობას განაპირობებს, დიდ გავლენას მოახდენს იმაზე, თუ რამდენხანს გაგრძელდება ეს ომი. ვფიქრობ, ადმინისტრაციამ აქამდე ბევრი მიზანი დაასახელა. თუმცა არის დაბნეულობა და შეუსაბამობა და ბოლომდე ნათელი არ არის დაზუსტებით რისი მიღწევა სურს ადმინისტრაციას. რაც უფრო ამბიციურია მათი მიზნები, მით უფრო დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს ომი. Well, მაგრამ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ეს არ არის ომი და განსაკუთრებით ეს არ არის ომი რეჟიმის შესაცვლელად. Yeah, well, right now it's დიახ, კეთილი, ეს არჩეული ომია. საინტერესოა, რომ კონგრესში რესპუბლიკელებს არ სურთ, რომ ამას ომი უწოდონ, მაგრამ ბოლო 2 დღის განმავლობაში პრეზიდენტმა ტრამპმა და თავდაცვის მდივანმა მას ომი არაერთხელ უწოდეს. ეს სულელური, სემანტიკური დავაა. well, thank you so much again for your time, Ambassador Piper. Thank you. thank you very much. Have a good day.